Nickelback-ი ძალიან ბევრ ადამიანს ზულს და ეხლა მე გეტყვით სიძულვილის პიკი როდის იყო მათი, პრინციპში ეხლაც გრძელდება, მაგრამ მნიშვნელოვან ისტორიას მოგიყვებით, ჩაუჯექით. 2002 წელს პორტუგალიაში მათ ჰქონდათ კონცერტი და შუა კონცერტში ჩეტ კროგერმა, ამ ბენდის ვოკალისტმა, ხალხს მიმართა, რომ გინდათ თუ არა რომ გაგრძელდეს შოუ. და საპასუხოდ მიიღო არა. მან იკითხა, დარწმუნებული ხართ? იმათმა კი გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ლოგიკურად ხალხმა ძალით დაატოვებინა სცენა, მათ ნივთების სროლა დაუწყეს, ერთი თავშიც კი მოხვდა ჩედს, გაღიზიანებულმა ბენდმა შუათითების ჩვენებით დატოვა სცენა და შემდეგში როგორც გაერკვა, გაბრაზება არაფერ შუაში არ იყო, უბრალოდ უსაფრთხოების მიზნით დავტოვეთ სცენა, რადგან ხალხი რაღაცებს გვესროდა და არ გვინდოდა რომ დავზიანებულიყავითო. მიზეზი გახლავთ ის, რომ ეს ბენდი მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი ვოკალისტი ყავს, ძალიან კარგი ინსტრუმენტალისტები არიან და შესაძლებელი იყო რომ მათგან ძალიან კარგი მეტალ ბენდი გამოსულიყო, აირჩიეს უფრო კომერციული გზა, აქვთ ძალიან კარგი სიმღერები. Oh, just wanna be a big rockstar. რაღაცა ეგეთი. ის რასაც ხალხი მათგან ელოდა საბოლოო ჯამში არ შედგა და ადრე ვიდეო რო დავდე შეკითხვით, რომელია ბენდი, რომელისგანაც ხალხი ძალიან ბევრს მოელოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში აიგეთ ბენდად ჩამოყალიბდა მეთქი. ეს ბენდი იყო Nickelback-ი, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი მონაცემები აქვთ. ჩედი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ვოკალისტია, რომ მოусმინოთ. როგორ მღერის, რა ტონალობაში მღერის და როგორი ბუნებრივი ლამაზი ხრინწი მოყვება. აირჩიეს კომერციული გზა და სიმართლე რომ გითხრათ, მაინც და მაინც აქაც დიდი ვერაფერი ვერ გამოვიდათ. ნორმალური ბენდია, მაგრამ არასაკმარისად კარგი.